მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამჯერად მათი საუბრის მთავარი თემა არის ის კომისია, რომლის შექმნის შესახებაც ირაკლი კობახიძემ იანვრის თვეში დაანონსა და რომლის პირველი სხდომაც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ გაიმართა. როგორც იცით, მთავრობის განცხადებით, ეს კომისია მიზნად ისახავს, რომ საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების ხარისხი ამაღლდეს, თუმცა სტუდენტებისა და არა მხოლოდ სტუდენტების შეფასებით ეს შესაძლოა ემსახურებოდეს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომლებიც ამ შემთხვევაში სტუდენტების შეფასებით ქართულ აკადემიურ სივრცეებშია დაწყებული. დღეს სტუდენტები ამ ახალი ინიციატივის, ახალი საპროტესტო კერის ფარგლებში უკვე მეოთხედ შეიკრიბნენ და ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციასთან სწორედ ამ კომისიასთან და ამ რეფორმასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კომისიის ხელმძღვანელი ლევან იზორია, რომელიც სხვადასხვა წლებში ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, წლების განმავლობაში მთავრობის დაკვეთებს პირნათლად ასრულებდა. ასეთია სტუდენტების შეფასება და ისინი ამაზე დაყრდნობითაც აცხადებენ იმას, რომ ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ამ რეფორმაზე მუშაობა სწორედ იმას უკავშირდება, რომ ქვეყანაში თავისუფალი აკადემიური სივრცეები აღარ დარჩეს და რომ მმართველმა პარტიამ სრულად მოიპოვოს გავლენა აკადემიურ დაწესებულებებზე, უნივერსიტეტებზე, სადაც სტუდენტების თქმით ჯერ კიდევ ჟღერს თავისუფალი სიტყვა. როგორც სტუდენტები ამბობენ, ეს ქართული ოცნების მიერ დიქტატურის დამყარების მცდელობის კიდევ ერთი გზაა და ისინი ამბობენ, რომ თავად ამ ყველაფრის წინააღმდეგ აუცილებლად ხანგრძლივად ძალიან ძლიერად იბრძოლებენ. როგორც იცით, სტუდენტები მანამდე, სანამ დღეს შეიკრიბებოდნენ კანცელარიასთან, სხვადასხვა ლოკაციაზე მართავდნენ საპროტესტო აქციებს და საუბრობდნენ იმ აქტუალურ თემებზე, რაც დღეს ქვეყანაში საკმაოდ რეზონანსულია, მათ შორის რეპრესიებზე სხვადასხვა აკადემიურ სფეროში, მაგალითად თეატრალურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ ისინი წინაშეკრებისას, სადაც როგორც გითხარით, თეატრალურ უნივერსიტეტზე მათი შეფასებით მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრეს მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო თავად ამ ახალი ინიციატივის შესახებ მათ გააშხერეს განათლების სამინისტროსთან 19 მარტს. მათ თქვეს, რომ მუდმივად ისაუბრებენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რადგან ქართული ოცნების გადაწყვეტილებები სტუდენტებს ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს და მათ ხელს უშლის იმაში, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ და რომ ჰქონდეთ შანსი იმის, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის სრულფასოვანი საუნივერსიტეტო და ასევე უნივერსიტეტამდე სასკოლო განათლებაც.